მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო, სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა, ვინც მე მიყურებთ, ვინც შემოდიხართ, მადლობას გიხდით კომენტარებისთვის, შემოსვლისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის. ეს იქნება პირველი ვარიანტი, ეს იქნება მეორე ვარიანტი. სხვადასხვა დასტები ავიღე. კითხვა არის ასეთი, როგორ განიცდის ჩვენი პარტნიორი უჩვენობას, ანუ ყოფილებზეა, ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ. პირველი ვარიანტი არის The Lighthouse Tarot card და მეორე ვარიანტი არის ესეთი The Lucid Dreams Tarot card. პირველი, მეორე. თქვენთან ერთად დავიწყებ გაშლას. დავიწყებ პირველი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი. როგორ განიცდის უთქვენობას ეს ადამიანი? როგორ განიცდის? რა მდგომარეობაში ეს ადამიანი უთქვენოთ? როგორ არის? დაშორებას როგორ განიცდის? მას მოაკლდით თქვენ როგორც ადამიანი, რომელიც ყველანაირად ედგა გვერდში. განიცდის რა, დადარდიანებულია, იყურება გზისკენ, გამუდმებით, გელოდებათ, არ ვიცი, რაღაცა გზა არის, კავშირი გზა. შეიძლება ცხოვრების გზა. ყოველ შემთხვევაში მომავალი მისი როგორი აქვს, იცი, აი როგორ ფიქრები აქვს, რომ შეიძლება კიდევ ვნახო, შეიძლება კიდევ გადავეყარო, შეიძლება შევხვდე, სადმე. როგორ განიცდის ეს ადამიანი? აბსოლუტურად განულებულია, ანუ თქვენს მერე ეს ადამიანი, ანუ ფაქტიურად შეიძლება ფიქრობდა, რომ დაიწყებდა ყველაფერს თავიდან, მაგრამ ვერ შეძლო. ვერ შეძლო, იმიტომ რომ ძალიან დიდ დანაკარგშია, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ, ასევე მატერიალურ დანაკარგშია და ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის, ანუ ძალიან დიდ დარჩია. აი ესე განიცდის უთქვენობას. თუმცა, ნახეთ, იმედს მაინც არ კარგავს, იქნებ რაღაცნაირად შემოგირიგოთ. მაშინ მკითხავ, აბა, რახან იმედიანად იყურება მომავლისკენ. აი ესეთი დადარდიანებული, მართლა რომ განიცდის უთქვენობას, აბა, შერიგდება, იქნება შერიგება? ჯერჯერობით გარიყულია, მარტოა როგორც განდეგილი, ფიქრობს ყველაფერზე, მაგრამ მერე შეიძლება გადმოდგას ნაბიჯი, იმიტომ რომ პატივისცემა აქვს. უბრალოდ პასიური ენერგია. მე ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაც აქტიურობას დაიწყებს, არა. სამართლიანობა ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ აი სამართლიანად მოხდება. შეიძლება პატარა მესეჯი, პატარა სმაილით, ანუ რაღაცით აი ესე შემოგეხმიანოთ, მაგრამ თვითონ ანუ hangman-ის პოზიციაში, ჩამოკიდებული ადამიანების სხვებს შეწირვის პოზიციაშია და არის დაბალ ვიბრაციებში, ანუ დამოკიდებული, მიჯაჭვული და რა თქმა უნდა შეიძლება იყოს მაგიური ჩარევაც. ეხლა მე აქ ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა, დეტალურად საუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ წარსული ცხოვრებიდან წასვლა გამოუვიდა, ანუ გასვლა, გავიდა სიტუაციიდან, ეს იყო მაგიური ჩარევის გამო. თუმცა ბალანსი ნელ-ნელა აღუდგება, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის დასასრული და ძალიან მალე სამყაროდან მოდის სიახლე, ანუ თვითონ სამყარო თუ თქვენ გინდათ შეგახვედრებთ, მაგრამ ეს იქნება სამართლიანი შეხვედრა, ეს იქნება განკითხვა, განსჯა, სამართლიანად იმ სიტუაციების გადალახვა და თვითონ შეიძლება გითხრათ, რომ დამნაშავეა, აღიაროს. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ კრიზისშია ახლა. როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური. შეიძლება ავათაც არის. აი, ნუ ავათ რა ახლა ფიზიკურად შეიძლება ავათ არ არის, მაგრამ სულიერი კრიზისი აქვს. სულიერი კრიზისი აქვს. აი ესე განიცდის ეს ადამიანი. ეს იყო პირველი ვარიანტი. თუ მოგეწონათ, თუ რეზონირდა, მომწერეთ, დამილაიქეთ. ეხმარება ჩემ მარხს განვითარებაში. და გადავედი მეორე ვარიანტთან. ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი? როგორ განიცდის ეს ადამიანი თქვენთან განშორებას, დაშორებას?
მეორე ვარიანტი. როგორ განიცდის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს ეს ადამიანი თქვენთან დაშორებას. აქ ტოტალური დასრულებაა, არ ვიცი ვინ არის და რა არის, მაგრამ ფაქტურად დასრულებულია თქვენი ურთიერთობა, თუმცა ცხოვრებ შეწირვით. მან გაწირა თავის თავი. ოჯახის გამო, ქონების გამო, რაღაც მოვალეობების გამო უარი თქვა თქვენზე. სასურველ ქალზე დადგა, რო იტყვიან თავდაცვის პოზიციაში შორიდან რო დგას ადამიანი და რო ვერ ბედავს მოსვლას, მოახლოებას. რო ესიკვდილება მოსვლა, თავის წარმოჩენა, თავის ფიქრების თქმა, იციებს გულს სპეციალურად. ამასაც კრიზისი აქვს, სულიერი. მე ვიძახი იმას, რომ ეს მარტო მატერიალური არ არის, კრიზისი არის ის, როცა ადამიანს გაკლია სითბო, არ გაქვს ურთიერთობა შენ პარტნიორთან, ვინც ახლა ყავს, ხო? არ განიცდის მასთან იმ სიხარულს, იმ ტოლვას, იმ სითბოს, რასაც უნდა განიცდიდეს, აბსოლუტურად გაციებულია. თქვენთან მიმართებაში აბა კი არის დასასრული, მაგრამ მაინც რას ფიქრობს კონკრეტულად მეორე ვარიანტი. თქვენ იყავით მისთვის სასურველი ქალი, the Empress. ყველანაირად აღჭურვილი, ყველაფრით ვნება ქონდა თქვენს მიმართ. ნახე, თქვენ იყავით ისეთი ქალი, ვისაც შეეძლო მისი მართვა. თვითონ ფიქრობს, რომ ეს კიდე დასრულებული არ არის, შეიძლება ნეტა, რომ შემოვირიგო, მაგრამ ნახე, თქვენი პოზიცია აქ ძალიან სასტიკი. თქვენ გაგისამართლებიათ. ყოველ შემთხვევაში გულში ასეა, შეიძლება პირდაპირ არ უთხარით, მაგრამ გაასამართლეთ. ასევე ამოდის იეროფანტი, რაც ნიშნავს, რომ აქაც პასიური მოქმედებაა მისგან და რა თქმა უნდა გულდაწყვეტა. ძალიან დიდი გულდაწყვეტა ორივეს მხრიდან. თუმცა კარტები გვეუბნებიან, ეს არის პროგნოზირება, კიდევ ერთხელ ვიძახი, კარტი პროგნოზირებს, ეს არის ინსტრუმენტი, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ეს პროგნოზირებაც გვაინტერესებთ. რა ვქნათ, ესეთები ვართ. წარსული სიყვარულია, თავიდან ყველაფერი აქტიურად მიდიოდა, იყო ნაბიჯები, იყო ურთიერთობა, იყო კონტაქტი, სიამოვნების მიღება, ეს ადამიანი ჩვენს გვერდით იდგა, ძალიან აქტიურობდა და უნდოდით, ვნება ქონდა, ძალიან დიდი ვნება ქონდა. მიჯაჭულიც კი იყო. მაგრამ აქაც სამართლიანობის კარტი ამოდის, ყველაფერი უნდა დადგეს თავის ადგილას, ნახეთ. ოჯახი ამოდის. შეიძლება ამ ადამიანს ოჯახი ყავს. არც ეს არ არის გამორიცხული. და დიდი საფიქრალი გაუჩინა ამან, იმიტომ რომ ოჯახზე უარი ვერ თქვა. როგორც თავიდანვე ამოვიდა, თვითონ შეეწირა მსხვერპლად მის სიტუაციას. თვითონ თქვენთან გრძნობდა თავს გამარჯვებულად, ნამდვილ მამაკაცად. თქვენ ათბობდით, მზე იყავით, ყველაფერს აძლევდით მას, მაგრამ მან უარი ვერ თქვა, ვერ დაასრულა, ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ან თქვენ აერჩიეთ, ან ის. აქაც გაურკვევლობა, აქაც ილუზიები, აქაც ესეთი ცრუ დაპირებები, რომელიც ვერ შეასრულა მოტყუება და ზურგ შექცევა. და თქვენი დადარდიანებული ამ შემთხვევაში მისგან მიღებული მოქმედებისგან მიღებული შედეგი. ვერ შეასრულა იმას, რასაც დავპირდა. და ბოლოს რჩევა თქვენთვის. ვინც ელოდებოდით მას, გქონდათ მოლოდინები, იმედები, აბა, მეორე ვარიანტი. რას გეტყვით სამყარო? ამოდის ავტორიტეტი, სასულიერო პირი, ადამიანი, რომელიც ასაკოვანია, გააჩნია განათლება, ცოდნა და სულიერება ამოდის, რაღაცაში
შეიძლება მოიკოჭლებთ თქვენ, ან დაგჭირდეთ ესეთი ადამიანი, შეიძლება გურუ იყოს, მასწავლებელი იყოს, მისტიკოსი იყოს, ეზოთერიკოსი იყოს, შეიძლება მღვდელი იყოს, სასულიერო პირი იყოს, ანუ არ ვიცი. ხო? უბრალოდ ამოდის ადამიანი, ვინც გაგიხსნით გზას. თუმცა ამას რაღაც პერიოდი, რაღაც დრო ჭირდება და მერე ფორტუნა ისევ დატრიალდება, ანუ ბედი გაგეხსნებათ, მეუბნება კარტი და გამოჩნდება უკვე ადამიანი. მე არ ვიცი, ეს ძველი ადამიანი იქნება, ახალი ადამიანი იქნება, საჯარო გაშლა. თუმცა ადამიანი მოდის მხოლოდ და მხოლოდ ამ ავტორიტეტი, ამ კაცის ბედის გახსნის, ანუ რა ვიცი, რიტუალს გააკეთებს რამეს თუ რჩევას მოგცემთ, დარიგებას, ლოცვას, შელოცვას. ყოველ შემთხვევაში აქ კიდევ მოწყალების გაცემაც, ენერგიების გაცვლა, გამოცვლაც იქნება და მერე უკვე ჩანს იმპერატორი. ანუ თქვენ ცხოვრებაში ჩაიკეტა რაღაც. შეიძლება ამ სიტუაციამ ნეგატიურად იმოქმედა თქვენ კარმაზე, გასაწმენდები ხართ, არ არის პრობლემა. ყველაფერს ეშველება ჩემოკარგებო. და ზუსტად საჭირო დროს გამოჩნდებიან ხოლმე ესეთი ადამიანები. ჩვენ თავარია ვითხოვოთ, შევთხოვოთ და მოგვევლინებიან, რომლებიც სპეციალისტები თავის საქმის, თავის ცოდნის გზას გაგვიხსნიან, ბედს გაგვიხსნიან და ბედნიერებაც ჩვენთან მოვა. მეორე ვარიანტო და ელოდე. მესმის, რომ ჯერ არ გინდა არაფრის დანახვა, არაფრის გაგება, გაწბილებული ხარ, მაგრამ მოდის ადამიანი. აი ესე დავამთავრე დღეს.